რისკები ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არბიტრაჟს არ არსებობს რაღაცა, რომელიც აუცილებლად 100% კარგი. ყველაფერს აქვს თავის დადებით და უარყოფითი თვისება. პირველი რისკი რაც არის ესაა რეპუტაცია ძველი ინერციით. ანუ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ძალიან ხშირად, როდესაც მე ვეუბნები ჩვენს კლიენტებს, ჩემს კლიენტებს და უხსნი, რომ აი თქვენს ხელშეკრულებაში იქნება თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის საარბიტრაჟო შეთანხმება, იწყება რომ აუ იქნება ეს არ გვიდა, იქნება აი მე დავარო წარმოიშობა, მე შევთანხმდეთ, იმიტომ რომ ეს რა არის და ან კიდევ მეორე მომენტი რომ ეს ვისი არბიტრაჟია, ანუ ასეთი დეფინიცია ჩამოყალიბდა ქართულ სამართლებრივ სივრცეში ვიღაცეების არბიტრაჟი, იმისი არბიტრაჟი, ამისი არბიტრაჟი და ასე შემდეგ. აი მაგალითის სახით მინდა გითხრათ, ერთი ძალიან დიდი ბანკი, ძალიან დიდ კომპანიასთან დებდა ხელშეკრულებას და ხელშეკრულება ეხებოდა ესეთ რაღაცას, რომ ბანკის 4 თუ 5 ფილიალი თბილისის მასშტაბით უნდა გახსნილიყო ამ დიდი კომპანიის უძრავ ქონებაში, ანუ მათ დააგროვეს რაღაც დიდი რაოდენობის უძრავი ქონება და ქირა თუ არ ვწდები თვეში აღწევდა ყველა ფილიალის ერთად რაღაც 150,000 თუ 160,000 დოლარს. ნუ ძალიან დიდი თანხა იყო, წელიწადში გამოგინდა თანხა თანხაზე სასამართლოში სიარულე. როდესაც მე შევთავაზე თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი, მითხრეს რომ ვისი არბიტრაჟი არის ეგ, რატო გთავაზობ მაგას. ანუ საუბარი იყო იმაზე, რომელი კომპანიას ეკუთვნის ბრჭყალებში ეს არბიტრაჟი. როცა ვთქვა რომ არც ერთ არ ეკუთვნის, არც ერთ თუ არ ეკუთვნის, ჯერ იყო პირველი ეგეთი არსებობს თუ არა, საერთოდ და მეორე თუ არსებობს, ესე იგი ვიღაცის ხელში ვარ და ეს ვიღაცა მოსამართლე არ არის და ასე შემდეგ. ანუ საქართველოს სამწუხაროდ ჯერჯერობით მაინც არ არის მომწიფებული და აქ მყოფი ორგანიზაციები, განსაკუთრებით კომერციული ბანკები არიან ამ პრაქტიკის და კულტურის ყველაზე კარგად დამნელგავი, ჩემი აზრით, საქართველოში, იმიტომ რომ ისინი ბრჭყალებში აიძულებენ, თუ რა თქმა უნდა თვითონ იღებენ საარბიტრაჟო შეთანხმებას, აიძულებენ თავიანთ მსხვილ განსაკუთრებით კორპორატიულ კლიენტებს, რომ ჩადონ საარბიტრაჟო შეთანხმებები ხელშეკრულებებში და ამით ამკვიდრებენ რაღაც კულტურას საარბიტრაჟო განხილვის.